ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით. სურსათის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი კვლავაც აქტუალურ თემად რჩება. მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს პერიოდულად გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქსელიდან ან საბაჟო გამშვები პუნქტებიდან მოხდა ჯანმრთელობისთვის საშიში ან უვარგისი პროდუქციის ამოღება. განსაკუთრებით რეზონანსული გახდა ხორცის თემა. რამდენად დაცულია ბაზარი, ვინ აკონტროლებს და ვინ არის პასუხისმგებელი პროდუქციის ხარისხსა და ვარგისიანობაზე. როგორ რეგულირდება კანონმდებლობით და რა ცვლილებების შეტანა იგეგმება უახლოეს მომავალში. გამკაცრდება თუ არა კონტროლი და როგორ უნდა მოხდეს პარალელურად კეთილსინდისიერი მეწარმის უფლებების დაცვაც. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრებია სურსათის უნებლობის სამსახურის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე და საკანონმდებლო სიახლეებზე კი სურსათის უნებლობის სამსახურის იურიდიული სამმართველოს უფროსი მაკა შუბლაძე ისაუბრებს. მოგესალმებით ქალბატონო მაკა, მოგესალმებით გიორგი, რაც შეეხება თემას. მე საკმაოდ შესავალი გავაკეთე. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სურსათის ხარისხის კონტროლზე. კონკრეტულად მოდით დავიწყოთ კონკრეტული ფაქტებით. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოში ფოთის სპორტის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ინდოეთიდან შემოსული კონტეინერი დააკავეს, რომელსაც 56,000 ჯანმრთელობისთვის საშიში ინდური კამეჩის ხორცი შემოჰქონდა. ეს არის ამონარიდი ინფორმაციიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ამას გარკვეული რეზონანსი მოსახლეობაშიც რა უკვე მოყვა. ბატონო გიორგი, თქვენთან მექნება ასეთი კითხვა, რამდენად ხშირია საქართველოში დაავადებული საკვები პროდუქტების შემოტანის ფაქტები. მე ვიცი, რომ თქვენ პირდაპირ ადრესატი არ ბრძანდებით და უშუალოდ შემოსავლების სამსახური აკონტროლებს ამას, მაგრამ თქვენც ალბათ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მე მინდა რაღაც 2 წუთით პატარა ასე ვთქვათ მიმოხილვა გავაკეთო იმისა, თუ რა სამსახურია ჩვენი სამსახური, რისთვის არის ჩამოყალიბებული და რა არის ამ სამსახურის ასე ვთქვათ უფლებამოსილებელი. მე მინდა გითხრათ, რომ 2006 წელს, როდესაც შეიქმნა ანალოგიური სამსახური და მას ერქვა სურსათის უნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, შემდეგ მრავალი წლების განმავლობაში ეს განიცადა რამდენჯერმე რეორგანიზაცია ამ სამსახურმა და საბოლოო სახით ჩამოყალიბდა დღევანდელი ფორმით და მას დღეს ეწოდება სურსათის ეროვნული სააგენტო. ხოლო და ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფნის სამსახური. უფლებამოსილებას რაც შეეხება, სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი შემადგენელი, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მექანიზმი ინსპექტირება. მე გახლავართ ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი და უშუალოდ ჩემს ასე ვთქვათ უფლებამოსილებაში შემოდის ზუსტად ის პრობლემები, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ და მიზანი, საბოლოო ჯამში ეს მიზანი ყოველთვის გამომდინარეობს მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვიდან. ეს არის უმთავრესი და ისეთი მიზანი, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს სამსახური. რამდენად ასრულებს, რამდენად აქვს შესაძლებლობა? აი ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ სულ რამდენიმე ფაქტი მინდა მოგიყვანოთ. 2010 წლიდან დაიწყო ინსპექტირება სურსათის მწარმოებელი საწარმოების და 2010 წლიდან 2012 წლის ასე ვთქვათ პოლიტიკური ცვლილებებამდე განხორციელებული იქნა 809 ინსპექტირება. წარმოიდგინეთ, ეს დაახლოებით 2 წელიწად თითქმის 3 წლის განმავლობაში. ხოლო 2013 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში განხორციელებული უკვე 468 ინსპექტირება და მათ შორის ჩვენ და სამწუხაროდ 96 საჯარიმო სანქცია გამოვიყენეთ ჩვენ. ეს რას ნიშნავს? ფაქტები გაიზარდა თუ ინფორმაციის? ანუ გაიზარდა როგორც ინსპექტირებების რაოდენობა, ასევე გაიზარდა ადმინისტრირება გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებაში. მე მინდა გითხრათ, რომ რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელიც თქვენ დღეს ახსენეთ, ეს უშუალოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს ასე ვთქვათ კონტროლის სფერო არ არის. თქვენ იცით, რომ საბაჟოზე შემოსავლების სამსახური აკონტროლებს ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ტვირთებს. ეს ტვირთი უშუალოდ არის ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთი. საბაჟოს აქვს თავისი პროცედურები, მათ შორის დოკუმენტური, ვიზუალური შემოწმებების კუთხით. ხოლო ის ტვირთები საბაჟოსაც თავისი ასე ვთქვათ გაწერილი აქვს თავისი სამოქმედო გეგმა, რისკის შეფასების საფუძველზე ახორციელებენ ისინი ამა თუ ვთქვათ ორგანოლეპტიურად ჩანს, რომ ეს პროდუქცია გაფუჭებულია, იმას იქვე აკავებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც გამოდის ქსელში პროდუქცია და უშუალოდ ქსელში გამოსულ პროდუქციაზე უკვე ეს ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. მათ შორის ბიზნეს ოპერატორების მხრიდან და ბიზნეს ოპერატორი არის ყველა, რომელიც აწარმოებს ან გადაამუშავებს სურსათს, ან მის დისტრიბუციას ახორციელებს.
ეს უკვე თვითონ ინსპექტორების კუთხეა, მაგრამ არსებობს ჩვენთან სამსახურში სახელმწიფო კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი, რომელსაც ქვია მონიტორინგი. მონიტორინგის კუთხით მოწმდება როგორც ხორცს, ასე ვთქვათ, დოკუმენტაცია ამა თუ იმ პროდუქციაზე, მათ შორის მაგალითად ისეთი ფაქტები არის გახშირებული. უпростоრად გახშირებული კი არა, ამ ბოლო ხანს მოხდა ეს ამის აღმოჩენა უფრო მეტად, გახშირდა კონტროლი, როგორც არის მაგალითად ვადაგასული პროდუქცია. და ესეთი ფაქტები შემოდის და მე ხდება აღმოჩენა თუ იქვე საბაზო შემოვიდა იყო ვადიანი, მაგრამ განთავსდა სარეალიზაციო ქსელში, გაუვიდა ვადა და ამის ასე ვთქვათ კონტროლი ხდება. მონიტორინგის კუთხით ხდება ეს კონტროლი და მე მინდა გითხრათ, რომ აი ბოლო თვეების განმავლობაში და ბოლო სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოღებული იქნა ძალიან დიდი რაოდენობით ვადაგასული კვერცხიც, ხორცს პროდუქტების, რძის პროდუქტებიც და ასე შემდეგ. რომ შემოდის ხშირად არის შემთხვევები, როდესაც არამარკირებული კვერცხით შემოდის ამბობ. კი, არამარკირებული ან ვადაგასული. არამარკირება, ანუ არაეტიკეტირება ერთი დარღვევაა, ხოლო ვადაგასული კიდე მეორე დარღვევაა, ეს ორივე დარღვევა და ორივეს თქვენ აკონტროლებთ ასეთ შემთხვევაში. არა, ინსპექტორების ამას აკონტროლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტები, სურსათის დეპარტამენტი და ინსპექტორების დეპარტამენტი. ჩვენს უშუალოდ ვახორციელებთ ასე ვთქვათ ბიზნეს ოპერატორების ინფორმაციას გვაწვდის, როგორც ეს შეიძლება იყოს საჩივარი, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მოსახლეობის საჩივარი, რომ აღმოაჩინეს ვადაგასული პროდუქცია, ეს შეიძლება საჩივარი მაგალითად არ შემოვიდა, მაგრამ არსებობს აი ინსპექტორების პროცესში შეიძლება მოხდეს ამის აღმოჩენა, შეიძლება მოხდეს შესაბამისად სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების მომართვის საფუძველზე და ასე შემდეგ ის მრავალია. საკონტროლო შესყიდვების პრაქტიკა თუ გაქვთ აი მაგალითად ეს მონიტორინგის კუთხეა, ამას აკეთებს სურსათის ეროვნული სააგენტო, მათ გაწერილი აქვთ მონიტორინგის პროგრამა, რომელიც მტკიცდება სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით და მონიტორინგის პროგრამაში გამოყოფილია სახელმწიფო სახსრები, როგორც შესყიდვაზე, ასევე კვლევაზე სურსათის ნიმუშების. ხორცის თემას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კითხვა მექნება თქვენთან ქალბატონო მაკა. ასეთ შემთხვევაში, აი, როდესაც თქვენ რადგანაც იურიდიულ განყოფილებას წარმოადგენთ, ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება სანქციები, რა არის, როდესაც უშუალოდ აღმოჩნდება, რომ დაუშვათ ამა თუ იმ მეწარმემ შემოიტანა ან რეალიზაციაში გაუშვა უვარგისი პროდუქცია. მოგესალმებით. მინდა ცოტა ოდნავ შორიდან დავიწყო და კიდე გავაღრმავ ბატონი გიორგის თემა. ბატონი გიორგი საუბრობდა ინსპექტორების მექანიზმზე, რომელიც ხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე. უკვე საქართველოში შემოსულ პროდუქციაზე ან საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. ასევე არსებობს მეორე მექანიზმიც საიმპორტო გაკუთვნილ პროდუქციასთან დაკავშირებით. ეს არის წარმოების ქვეყანაში ადგილზე ინსპექტორების განხორციელება. კანონმდებლობა ასეთ მექანიზმსაც ითვალისწინებს. მათ შორის ხორცთან მიმართებაშიც, იმიტომ რომ ხორცი არის ვეტერინარული კონტროლის ის ქვეყანა სადაც აწარმოებს, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ იქვე შევამოწმოთ. დიახ, სწორედ ამ ბერკეტზე მინდა მოგახსენოთ. ვეტერინარული კონტროლის გამდებარე პროდუქცია, მათ შორის ხორცი, საქართველოში შეიძლება იმპორტირებული იქნას სერტიფიკატის საფუძველზე, ანუ წარმოებელი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, რომ ეს პროდუქცია არის კეთილსაიმედო და სურსათის ეროვნული სააგენტოს ან შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ოღონდ მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომელიც კეთილსაიმედოა ეპიზოოტიური თვალსაზრისით, ანუ იქ არ არის დაფიქსირებული ისეთი დაავადებები, რომლებიც საშიშია, რომ საქართველოში იქნა შემოტანილი აღნიშნული პროდუქციით, ასევე ევროპის ქვეყნებიდან, ასევე ამერიკა, შვეიცარია, კანადა, ისრაელი და ის განვითარებული ქვეყნები. ინდოეთი არის ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნებს შორის. ინდოეთი არ გახლავთ ამ ქვეყნების ჩამონათვალში და როგორ ხორციელდება ინდოეთში ინსპექტირება. იმ შემთხვევაში თუ ინდოეთში აღიარებული საწარმოა ევროკავშირის ქვეყნების მიერ, ეს პროცედურა ევროპაში დაფუძნებულია და ანუ ევროპის მასერტიფიცირებელი ორგანოები ახორციელებენ საწარმოების შემოწმებას და ამის საფუძველზე აღიარებას. თუ აღიარებულია საწარმო, მაშინ იმ პროცედურით შემოდის, რაც აქამდე მოგახსენეთ, ანუ სერტიფიკატის საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ არ არის ასეთი საწარმო, ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ანუ თუ მას სურს, რომ საქართველოში იმპორტი განახორციელოს ხორცის, უკვე უფლებამოსილი პირები, ინსპექტორები, ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მიდიან ადგილზე და
ადგილზე ახორციელებენ იქ ინდოეთში ახორციელებენ საწარმო შემოწმებას. ფაქტიურად იგივე პროცედურით როგორც ხორციელდება აქ საქართველოში. და ეს არის აბსოლუტურად ისეთი კანონიერი პროცედურა, რომელსაც უფლება არ აქვთ იმ ქვეყანაში შეუშალონ ხელი. დიახ, რა თქმა უნდა და არც ეშლება ხელი, იმიტომ რომ ეს ახლა მაგალითად ცოტა გადავუხვევთ ამას. შემოვიდა ინდური კამეჩის ხორცი, რომელიც როგორც უკვე ითქვა, იყო უვარგისი, გაფუჭებული და ასე შემდეგ. ეს როგორ ხდება ის კომპანია, ანუ ის საწარმო საიდანაც შემოდიოდა, ეს იბლოკება შემდეგში თუ აი როგორ იცით გააჩნია რაღაც ჩავის სიასავით ხომ არ არსებობს ამდაგად რაღაც. არა, ასეთი სია არ არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი ინსპექტირებაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. ანუ აი ესეთი ფაქტების მიხედვით სურსათს ეროვნული სააგენტო მსჯელობს დააფასებს იმ რისკებს, რომ ინდოეთიდან თქვათ რამდენიმე შემთხვევა არსებობს, რომ მავნე პროდუქცია შემოდის, უკვე ეს ასე ვთქვათ რისკის საწარმოებში შეიძლება იქნა შეყვანილი და გადაისინჯოს ის რისკიანი ქვეყნები აი ესეთი თუ არსებობს, აი ეს რომელიც არსებობს და ძალიან ბევრი არსებობს. აი მაგალითად რომელი აი ის თავრობის შესაბამისი აქტით არის დამტკიცებული არაკეთილ საიმედო ქვეყნების ნუსხა, სადაც არის ძალიან დიდი რაოდენობის ქვეყანა შეყვანილი და არის ასევე აღნიშნული თუ რა დაავადებებია ამ ქვეყნებში გავრცელებული. ეს სია მთავრობის მიერ დგება საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე. ანუ საერთაშორისო საიტზე ვრცელდება ამა თუ იმ ქვეყანაში როგორი სიტუაცია ეპიზოოტიის თვალსაზრისით და ამ ინფორმაციის საფუძველზე დგება უკვე საქართველოში სწორედ აი ესეთი არაკეთილ საიმედო ქვეყნების ნუსხა. გასაგებია, ანუ თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ რამდენიმე ინდოეთი. ერთ-ერთი ინდოეთი. კარგით, მოდით გადაცემაში რეკლამის თუ რეკლამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, ისევ ხორცის სისტემას დაუბრუნდებით და რა თქმა უნდა აუცილებლად ვისაუბრებთ უახლოეს მომავალში და საკანონმდებლო სიახლეების განხორციელება იგეგმება. გადაცემა ბიზნესის დრო კლავეთერშია, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს სურსათის უნებლობის სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე და ასევე იურიდიული სამსახურის სამმართველოს უფროსი მაკა შუკლაძე არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. საუბრობთ ორი მიმართულებით, რამდენად არის დღეს ბაზარი დაცული უხარისხო პროდუქციისგან და როგორ რეგულირდება კანონმდებლობის ფარგლებში ესათა ის საკითხები. მოდით ბატონო გიორგი გავაგრძელოთ თემა და გავაგრძელოთ იმ კუთხით რა ვითარებაა დღეს ბაზარზე, რამდენად დაცულია მომხმარებელი, ეს ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებთ. იგივე ხორცის თემასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ანუ შემოდის იმპორტირებული ხორცი შემოვიდა, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ეს იყო უვარგისი და მოხდა ამოღება, ეს გასაგებია, მაგრამ ადგილზე კიდევ ერთი სიახლე არის სასაკლაოებთან დაკავშირებით, ორი სასაკლაოდან შემოდიოდა ძირითადად ბაზარზე ხორცი. ეს იყო ნატახტარის და თელეთის. ბოლო პერიოდში და განცხადება იმის შესახებ, რომ რაღაცა მონოპოლია მოიხსნა და 45-მდე გაიზარდა სასაკლაოების რაოდენობა, თუმცა პარალელურად გაჩნდა ინფორმაციები, რომ ის სასაკლაოები რამდენად აკმაყოფილებენ, რამდენად ლიცენზირებულია და შესაბამისად ზოგიერთმა კომპანიამ გააკეთა კიდევაც განცხადება იმის შესახებ, რომ კონტროლი არის საკმაოდ შესუსტებული და შესაძლოა უხარისხო პროდუქცია ხვდება ბაზარზე. თქვენ ამასთან დაკავშირებით რა შეგვიძლიათ გითხრათ, რამდენად დაცულია დღეს მომხმარებელი? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თვითონ რაც შეეხება მომხმარებლის დაცვას, ეს 100%-იანი გარანტია თვით ევროპის წამყვანი ქვეყნებიც კი ვერ ახორციელებენ ამას. დიახ, იყო ასეთი ფაქტები იგივე. და თქვენ იცით, აი ხლა სულ რამდენიმე თვის უკან იყო ეს სკანდალი ცხენის ხორცთან დაკავშირებით და მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები, ჰოლანდია, ხო? ამიტომ 100%-იანი დაცვა მსოფლიოს და ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც არ არსებობს და ეს არის ყველაზე უფრო დიდი ფუფუნება, ასე ვთქვათ, რისი მიღწევაც შეიძლება ამ კონტროლით. მე კიდევ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ თავარი პასუხისმგებლობა მთელ მსოფლიოში, ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც სურსათის უნებლობაზე ეკისრება თვითონ წარმოებაც. ვინც არის ამ სურსათის წარმოებელი. ჩვენ უბრალოდ კონტროლს ვახორციელებთ, რომ ეს პირობები იყოს დაცული.
მეორე მომენტი არის შენახო, ანუ თქვენ ამ ყველაფერს პირველი მომენტი მინდა გითხრათ ამ ცხენის ხორცთან დაკავშირებით იყო ეს სკანდალი ევროპაში, გადმოგვედო ჩვენ საქართველოში და საქართველოშიც არის ეს შემთხვევები. მათ შორის ჩვენმა უფლებამოსილმა პირებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა რამდენიმე ფაქტი დააფიქსირეს ასეთი. ეს იყო კასპში იყო ასეთი შემთხვევა, პიარძოპირის სახლში ინახებოდა 5 ტონამდე ცხენის ხორცი, იყო თბილისში და ბათუმში ეს შემთხვევები, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თვითონ ცხენის ხორცი როგორც ასეთი მავნებელი არ არის, მაგრამ მომხმარებელს იგი მიეყიდებოდა როგორც საქონლის ხორცი. ეს დარღვევა, ეს არის პრობლემა, ეს არის დარღვევა, ანუ მომხმარებელს არ აქვს არჩევანი. იგივე კამეჩის ხორცთან დაკავშირებით ძალიან სამართლიანად ჩნდება პრეტენზია, თუ კი შემოდის, რატომ არავინ არ ხედავს დახლებზე, რომ ეს ნამდვილად კამეჩის ხორცი. ეს უნდა ეტიკეტირებული და უნდა ეწეროს ეს არის საქონლის ხორცი, ეს არის კამეჩის ხორცი თუ ეს არის მაგალითად ცხენის ხორცი. არჩევანი უკვე მომხმარებელზეა. ცხენის ხორცთან დაკავშირებით მარტო ეს პრობლემაც არ არის, პრობლემა ის არის, რომ ცხენის ხორცს როგორც წესი იკვლება ისე, რომ არ უტარდება მას ვეტერინარული სანიტარული ექსპერტიზა, ანუ არც დაკლამდე და არც დაკლის შემდეგ ის ხორცი არ არის შემოწმებული ვეტერინარულ კეთილს ჯანმრთელობის არავინ არ დაკლავს, ახლა ფაქტია ეს სურსათად არავინ არ დაკლავს. ეს ერთი პრობლემა არის. მეორე პრობლემა, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ეტიკეტირება, რომელიც ხშირ შემთხვევაში დარღვეულია და მე მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს დღესდღეობით საკანონმდებლო ასე ვთქვათ ადმინისტრაციული ზემოქმედების სანქცია ეტიკეტირების დარღვევაზე. არ არის სანქცია. ისე სანქციები რამდენად მკაცრია არა ეტიკეტირებაზე, არამედ აი დაუშვათ თუ კი ამასაც მოგახსენებ. და მეს კიდევ ერთი პრობლემა არის, ანუ მთელი ჯაჭვი რო გავიარო ჩვენ ფერმიდან სუფრამდე პირველადი წარმოებიდან უკვე რეალიზაციამდე, აქ უნდა იყოს პირობები დაცული, მათ შორის სურსათის წარმოების, პირველადი წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის და რეალიზაციის დროს. რომელიმე ამ რგოლში თუ არის დარღვევა, ეს ამას შეიძლება მეგვიყვანოს ისეთ შედეგებამდე. ჩვენ ეთერს მიღმად ვსაუბრობდით ამ თემაზე და ახსენეთ იგივე ინდურ ხორცთან დაკავშირებით, შესაძლებელია ის როდესაც გამოვიდა ტრანსპორტირების დროს მოხდა მისი გაფუჭება ან არ მოხდა ისეთ და წარმოება არაფერ შუაში არ იყოს ამ შემთხვევაში. მეც ვარაუდად ვამბობთ, რომ შეიძლება წარმოებაც იყოს დამნაშავე. ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იმპორტიორს ეკისრება? რა თქმა უნდა, ვინც დისტრიბუტორია, ვინც სურსათის მე აღნიშნეთ დასაწყისშივე, რომ მთავარი პასუხისმგებლობა ენიჭება ბიზნეს ოპერატორს. ბიზნეს ოპერატორად ითვლება როგორც წარმოებელი, ასევე გადამამუშავებელი და ასევე დისტრიბუტორი. მათ შორის მაგალითად ჩვეულებრივი სუპერმარკეტი, რომელიც უკვე რეალიზაციას ახდენს, ისიც ბიზნეს ოპერატორია და მასაც გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს. რა პასუხისმგებლობაა? შენახვის პირობები, ისეთი მაღალი რისკის მქონე პროდუქციის, როგორც არის ხორცის. ისე რას უჩევდით მოსახლეობას? რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ დაცულები იყვნენ მოსახლეობას პირველ რიგში მინდა ურჩიო ის, რომ აუცილებლად ძალიან დაკვირვებით შეამოწმონ ეტიკეტი, რომ არ იყოს ვადაგასული. სურსათი, ეს პირველი და უმთავრესი ნაწილი, მეორე ნაწილი თვითონ მაღაზია სუპერმარკეტების ვიზუალური მდგომარეობა, სამაცივრე დანადგარები, სადაც აუცილებლად შესაბამის ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს მაღალი რისკის სასურსათო პროდუქტები, მათ შორის ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები და ასე შემდეგ. არანაკლები არის რძე და რძის პროდუქტები, ერთ-ერთი არის ხორცი, თევზი და თევზის პროდუქტები და ასე შემდეგ. ამას უნდა დააკვირდნენ და შენახვის პირობებს. თვითონ მოსახლეობის ჩვენ კიდევ ერთი ნაწილი ასე ვთქვათ გამოგჩა აქ, რაც შეეხება უნებლობას და რაც შეეხება ხარისხს. ხარისხსთან დაკავშირებით ბიზნეს ოპერატორი თავისუფალია, მას შეუძლია ნებისმიერი ხარისხის პროდუქცია გამოუშვას, აი ესევ კამეჩის ხორცს რო დაუბრუნდეთ. შეიძლება საქონლის ხორცთან შედარებით კამეჩის ხორცი უფრო დაბალი ხარისხის ხორცი იყოს, მაგრამ მისი რეალიზაცია არ არის აკრძალული. მთავარია მან არ გამოიწვიოს მომხმარებლის ჯანმრთელობის და სიცოცხლის. და გარდა ამისა მომხმარებელი ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რომ ის ყიდულობს კამეჩის ხორცს და ეს მომხმარებლის არჩევანი უნდა იყოს. მას შეუძლია იყიდოს კამეჩის ხორცი, ან იყიდოს საქონლის ხორცი, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული. ეს ინფორმაცია ბიზნეს ოპერატორმა უნდა მიაწოდოს მას. თუ ეს ინფორმაცია მას არ მიაწოდა ბიზნეს ოპერატორმა, აქ ეს უკვე ფალსიფიკაციაა, მინდა გითხრათ, ეს არ არის მხოლოდ ეტიკეტირების დარღვევა, ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით სანქცია ჩვენ სამსახურს არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია ესეთი საქმეები გადავაგზავნოთ. ეს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, მაგალითად სისხლის სამართლებრივი კოდექსი 197 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ფალსიფიკაციაზე შესაბამის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას, ანუ ციხეს ასე ვთქვათ, ან ჯარიმას. არის ესეთი სანქციები. თუმცა ეს უკვე ჩვენგან არ არის ეს არც ჯარიმა და ეს ჩვენი საქმე არ არის. გასაგებია. შეგვიძლია ეს მივაწოდოთ მათ.
გასაგებია, მოდით ახლა თქვენს უფლებამოსილებაზე რუსეთის ეროვნული სააგენტოს რამდენად აქვს ბერკეტები იმისათვის, რომ სრულად აკონტროლოს სიტუაცია. წლების განმავლობაში საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს არის სამსახური, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, მაგრამ ბერკეტი, რომ განახორციელოს სრულფასოვანი კონტროლი არ აქვს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაიწყო კიდევაც საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობა, რა ეტაპზეა ეს და რა ცვლილებები შეიძლება დაიგეგმოს ამ მიმართულებით. ერთ-ერთი მექანიზმი, რაც სააგენტოს გააჩნია კონტროლთან მიმართებაში, გავაგრძელებ თემას და სასაკლაოების თემასაც მივაბავ ამას. არის როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ თავიდან იყო სულ 2 სასაკლაო, დღეს არის 60-მდე სასაკლაო და ყოველდღიურად იზრდება სასაკლაოების რიცხვი და სასაკლაოების რიცხვი არ არის აქ მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ სასაკლაოზე სახელმწიფოს წარმომადგენელი ვეტერინარი უფლებამოსილი პირი დგას, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას, ანუ სახელმწიფო კონტროლს, როგორ ხდება იქ საქმიანობა. რაც ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ სასაკლაოზე დაკლული და სასაკლაოდან გამოსული ხორცი ან ხორცპროდუქტი არის უვნებელი. რაც შეეხება სანქციებს და კანონმდებლობაში ამ აღნიშნულ ნორმებს. თუ შეიძლება ჩაგერთვებით, რაც შეეხება სასაკლაოების თემას, არც ერთ სასაკლაოსთან ხელშეკრულებას რუსეთის ეროვნული სააგენტო, ანუ არიდება ხელშეკრულება, თუ ის სასაკლაო არ არის ინსპექტირებული ჩვენს მიერ. ეს როგორც წესი, ყველა შემთხვევაში ასეა. გამოვლენილი ნაკლოვანებები შეიძლება იყოს როგორც არაკრიტიკული, კრიტიკული, არაკრიტიკული შეუსაბამობების შემთხვევაში მიეცემა მას შესრულების რეკომენდაციის შესრულებისთვის საჭირო ვადა და ამ ვადის განმავლობაში ისინი ასწორებენ და შემდეგ უკვე აგრძელებენ ფუნქციონირებას. ეს მოსახლეობა მინდა იცოდეს, რომ ინსპექტირების გარეშე სასაკლაო არ ფუნქციონირებს. გასაგებია. და რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს. საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებულ პროდუქციასთან მიმართებაში, ასევე საიმპორტოდ განკუთვნილ პროდუქციაზე. კაცრდება ვეტერინარული მოთხოვნები ყოველ შემთხვევაში პროექტების დონეზე არის. საუბრობენ, რომ ეს ზედმეტი კონტროლი შეიძლება დაწესდეს, რაც ოპოზიციის, ასე ვთქვათ, აღშფოთების საგანიც გახდა, განცხადებები გაკეთდეს და რამდენად შეიძლება ახლა სხვათა შორის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ისიც განაცხადა ჩემთან ეთერში, როდესაც უსაფრთხოებას ეხება საქმე, არ არსებობს ზედმეტი კონტროლი, მაგრამ როგორ უნდა მოიძებნოს ასეთ შემთხვევაში ოქროს შუალედი, რომ არ შეილახოს კეთის ინდესიერი მეწარმის ინტერესი და ამავე დროს იყოს აბსოლუტურად დაცული მოსახლეობაც ესეთი. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის გარანტია. ამისთვის რაც არის საჭირო, ეს იქნება სიხშირე კონტროლის, ეფექტურობა კონტროლის თუ სხვა მექანიზმი, ყველაფერი გამოყენებული უნდა იყოს ამისთვის. დღეს მდგომარეობით სტატისტიკა გვაქვს და არც თუ ძალიან კარგი მდგომარეობაა, შესაბამისად კონტროლის გამკაცრება ვფიქრობ, რომ სწორედ რომ უადგილო არ არის ამ შემთხვევაში. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორც მოგახსენეთ, რამდენად გეზრდებათ უფლებამოსილება ასეთ შემთხვევაში სააგენტოს, რამდენად ეზრდება? იცით როგორ არის სააგენტოს უფლებამოსილება დღესაც გააჩნია, უბრალოდ უფრო დაიხვეწება კანონი და ამომწურავი იქნება ნორმები, მაკონტროლებელი ნორმები და მარეგულირებელი ნორმები იმ სფეროების, რომელიც დღეს ფაქტიურად რეგულირების გარეშეა. დაწესდება და შემოღებული იქნება ნორმები და სანქციები იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არ არსებობს. პასუხისმგებლობის დაკისრებას და ნორმის შემოღება პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ვფიქრობ კიდე მექანიზმია იმისა, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარღვევა იყოს. სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში მუშაობა, უკვე ფაქტიურად პროექტები მომზადებულია სპეციალურ სააგენტოსა და პარლამენტში. დიახ, დაგეგმილია უკვე პარლამენტში წარდგენა, უბრალოდ პარლამენტში კანონპროექტის შეტანამდე რაღაც პროცედურებია გასავლელი სამთავრობო ორგანოებთან არის განსახილველი აღნიშნული კანონპროექტი, სწორედ მაგ დონეზე ვართ და არა მარტო კანონი, სხვა ნორმატიული აქტები, რომელიც მაგალითად სწორედ იმპორტის ნორმებს მოიცავს, მათი გადახედვაც მიმდინარეობს. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით და ალბათ უკეთესი სიტუაცია გვექნება ძალიან მალე. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს.
ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლდათ სურსათის უნებლობის სააგენტოს ინსპექტორების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე, ასევე საკანონმდებლო სიახლეებზე კი საუბრობდა სურსათის უნებლობის სააგენტოს იურიდიული სამართლის უფროსი მაკა შუბლაძე. გისურვებთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მაკა, დიდი მადლობა გიორგი. იმისათვის რომ მოგზავნდით და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები, კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს. გადაცემაში კი რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე შრომის კოდექსზე ვისაუბრებთ. გადაცემა ბიზნესის დრო კვლავ ეთერშია, ვაგრძელებთ გადაცემას. უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენთუყრიან კენ შრომის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტს. მანამდე კი ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციები ორად იყოფა. ბიზნესისთვის შრომის კოდექსი კვლავ მტკივნეულ თემად რჩება. დასაქმებულის ინტერესების დამცველი ორგანიზაციები კი უფრო მეტ გამკაცრებაზე საუბრობენ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მდივანი გელა ბანძელაძეა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელთან ჩვენ ამ საკითხს მიმოვიხილავთ. გელა, მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ საკმაოდ აქტიურად იყავით ჩართული იმ პროცესში, იყავით კი არა, ხართ კიდევაც ჩართული იმ პროცესში, რომელიც შეეხება შრომის კოდექსში გარკვეული ცვლილებების მომზადებას. მოდით, პირდაპირ კითხავთ. რამდენად არის გათვალისწინებული აი ამ ცვლილებებში ორივე მხარის ინტერესი? დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ სოციალ-დემოკრატები ამ მიმართულებით მუშაობაში ჩართულები ვართ, არა მხოლოდ ასე ვთქვათ, უშუალოდ და ამ კანონპროექტთან მუშაობაში, არამედ არჩენებამდეც, პრინციპში დღიდან ჩვენი პარტიის დაარსებიდან, ასე ვთქვათ, ეს შრომითი ურთიერთობების საკითხი და ჩვენს ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსი იყო ერთ-ერთი უმთავრესი, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ჩვენი პარტიას ადარდებდა და ამაზე არაერთი განცხადება, ასე ვთქვათ, თუ სხვადასხვა ტიპის მიმართვა გაგვიკეთებია. დღეს ასე ვთქვათ, ჩვენ მონაწილეობთ კანონპროექტის შემუშავებაშიც, ჩვენი რეკომენდაციები პროფკავშირებთან ერთად და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ მივაწოდეთ იუსტიციის სამინისტროს. მინდა ვთქვა, რომ პრინციპში ის კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია და რომელიც მეორე მოსმენთ უნდა იქნას განხილული უახლოეს დღეებში, პრინციპში არის შეწონილი კანონპროექტი, ასე ვთქვათ, მართლაც ორივე მხარის ინტერესების დაბალანსებული კანონპროექტია. მე პირადად და ჩვენი, ასე ვთქვათ, როგორც ჩვენი პოლიტიკური თუმცა მე არ შემიძლია არ შეგახსენოთ, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ შეხვდა გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკის მინისტრი, იგივე ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, სადაც მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა ბიზნესისთვის და არსებობს რაღაცა გარკვეული პრეტენზიები, რომლის გაზიარებაც აუცილებელია, თუმცა არსებობს ისეთი შენიშვნებით ბიზნესის მხრიდან, რომელიც ამიუღებელია ხელისუფლებისთვის. ესე იგი, სულად ბუნებრივია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ის ცვლილებები, რომელიც ცვლილებების მიმდინარე კანონპროექტით მოხდება, არ სიამოვნებთ და ასე ვთქვათ, არ მიაჩნიათ სასურველ ცვლილებად, იმიტომ რომ კანონპროექტი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, პრინციპში სრულ, ასე ვთქვათ, თავისუფლებას და სრულ თვითნებობის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას აძლევდა დამსაქმებელს და ბიზნესმენს და დასაქმებული და მშრომელი ადამიანი ამ შემთხვევაში იყო ჩაყენებული არც მეტი არც ნაკლები, ვიტყვი პირდაპირ მონის მდგომარეობაში, ხო? ხა ამ შემთხვევაში ის კანონი, რომელიც დაწერილი იყო, ზოგი საუბრობს იმის შესახებ, რომ უბრალოდ არ სრულდებოდა ისე, როგორც უნდა შესრულდეს. ახლა კარგად შეიძლება ეხაც დავწეროთ, მაგრამ რამდენჯერ ხო, ამაში კანონის წული სწორედ იმაშია, რომ სხვადასხვა ორაზროვანი ინტერპრეტაციები, ასე ვთქვათ, ბუნდოვანი ფრაზები, არა დაკონკრეტებული დეტალები აძლევს საშუალებას ინტერპრეტაცია მოახდინოს თქვა სხვადასხვა მხარემ, ისე როგორც მას აწყობს და ამ შემთხვევაში დამსაქმებელი უფრო ძლიერია, ბუნებრივია, ვიდრე დასაქმებული და ხდებოდა დასაქმებულების ინტერესების სრული იგნორირება. პლუს ამას ყველაფერს ემატება ის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა იყო სწორედ ისეთი, რომელიც ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში სრულ იგნორირებას ახდენდა, ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ადამიანების, ან დასაქმებულების ამ შემთხვევაში მშრომელი ადამიანების ინტერესებისა, ეს თითქოს და მართლებოდა რაღაც, ასე ვთქვათ, ნეოლიბერალური სოფხედველობით და იდეოლოგიით, რომ არ შეიძლება სახელმწიფომ ხელი შეუშალოს კერძო სექტორს, ბაზარს ფუნქციონირებაში და ბაზარი თავის ყველაფერს დაარეგულირებს, ასე განვითარდება ეკონომიკა, მოუზიდავთ ინვესტიციებს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს როგორც აღმოჩნდა, ესე თეორიულადაც წყვილია და პრაქტიკამაც დაგვაწმუნდა ეს არის საკმაოდ ისეთი ეკონომისტების თეორია, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს რაღაცები, მაგრამ ხო, არა, ეკონომისტების თეორია არის, მაგრამ ამ ეკონომისტებს სხვა რაღაცები უწერიათ რა, ასე ვთქვათ, მე პოლიტოლოგი ვარ, პოლიტიკური ეკონომიკას ასე ვთქვათ, ვასწავლი და
ესე იგი, ეს არის სხვადასხვა მეცნიერის თუ ფილოსოფოსის თუ ეკონომისტის მოსაზრების არა ბოლომდე თქმა რა და იდეოლოგიური მიზნებისთვის გამოყენება. თავის დროზე ადამ სმიტი და რიკარდო რო საუბრობდა ბაზრის როლზე, რა თქმა უნდა, ეს ადამ სმიტის უხილავი ხელის პრინციპი კი ბატონო, მაგრამ იმის მერე განვითარდა ეკონომიკური თეორია, იმის მერე ასე ვთქვათ, კეინსი იყო და სტიგლიცია თანამედროვე ასე ვთქვათ ეკონომისტი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია და კრუგმანი და უამრავი ავტორიტეტი, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ ასე ვთქვათ ბოლომდე საბაზრო ასე ვთქვათ უხილავი ხელზე მინდობა ეს არის რაღაცა ჯუნგლები, სოციალური დარვინიზმი, ანუ ძლიერი გადარჩება, სუსტი მოკვდება, პოლიტიკური ელიტაც როგორც იყო ჩვენ ქვეყანაში პრინციპში, პოლიტიკური ელიტაც სრულად ემთხვევა უბრალოდ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანები, ამავე დროს ფლობელ ეკონომიკურ რესურსებსაც ისინი არიან ამ შემთხვევაში მსხვილი ბიზნესმენები, ბუნებრივია აწყობთ კანონმდებლობა სისტემა, რომელიც მათ ხელფეხს ასე ვთქვათ გაუხსნის სრული აბსოლუტური მოგების მისაღებად. შევუკრათ ამ ბიზნეს ხელფეხი ესეც დაუშვებელია. საქმეც მაგაშია რომ აქ არ არის სულ აი მაგალითად დღეს გავცადდა მე მოდი დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ შრომის კოდექსს თორე ეკონომიკურ თეორიაზე ძალიან შორს სწავლობთ რომ ვისაუბროთ. დღეს გავრცელდა ამერიკის სავაჭრო პალატის განცხადება, ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადება კომპანიებს და რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზიები იგივე კომპანიებს უნდა შეეძლოთ ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება. ეს ხელს უწყობს სტაბილურ დასაქმებას, უკეთ ფინანსურ და ადმინისტრაციულ დაგეგმვას კომპანიებისთვის და ეს არის ერთ-ერთი. სხვათა შორის მთავარი მონოპოლარი აი ამ შრომის კოდექსის, როგორც ამბობენ, დასაქმებულის ინტერესების დამცველი არის ის, რომ უბრალოდ ისე დაუსაბუთებლად თუ არ მოგწონს მუშაობა ჩემთან, თუ არ მოგწონს ეს კომპანია შეგიძლია წახვიდე, ეს პრაქტიკა აღარ იქნება და რაღაცა გარკვეული დასაბუთება დაჭირდება, მაგრამ აი ამას რას უშვებით? რაც შეეხება ესე იგი პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ამერიკის სავაჭრო პალატა ეს არ არის ამერიკის ხელისუფლება რა. ამერიკის უკანასკნელი ადმინისტრაცია, ობამას ადმინისტრაცია, დღევანდელი ხელისუფლება, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან წილად უპირისპირდება სწორედ ამერიკის ამ შემთხვევაში იმ პოზიციის პოლიტიკოსებს თუ ასე ვთქვათ ადამიანებს, რომელთა პოზიციის გამომხატველიც არის ამ შემთხვევაში ამერიკის სავაჭრო პალატა. ეს არის ჩვეულებრივი სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკური ძალებისა და ბიზნესზე, ასე ვთქვათ, ბიზნესზე ორიენტირებული მემარჯვენე ძალების შორის დაპირისპირება. ბუნებრივია სავაჭრო პალატის ინტერესები არის იმ ბიზნესმენების ინტერესების დამცველი, რომლებიც ამ შემთხვევაში კმაყოფილები არ არის დამცველებით, მაგრამ ერთი ფაქტორია რა, ჩვენ საუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ევროპული ღირებულებების ანერგვაზე და ევროპული სახელმწიფო მშენებლობაზე, ხო? აქ არის ასე ვთქვათ, პირველ რიგში მნიშვნელოვანი ევროკომისიის და სწორედ ევროსტრუქტურების რეკომენდაციები და მათი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მათი პოზიცია როგორია? ესე იგი, წლების განმავლობაში ევროკომისია იყო აღშფოთებული იმ შრომის კოდექსით, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებდა. მე მინდა გითხრათ, თითქმის ყველა ევროპული წამყვანი ქვეყნის გამოცდილება, ასე ვთქვათ, არის სწორედ დასაქმებულებისა და დამსაქმებულების ინტერესების ისეთ შეწონილ, ასე ვთქვათ, დაბალანსებულ დამოკიდებულებაზე, სწორედ ამაზეა საუბარი, რაც შეეხება ერთწლიანი კონტრაქტები. ანუ დავასრულებ ამას, რომ ესე იგი ეს სიტყვა ამერიკული სამშობლოში არ უნდა მოგვატყუოს რა. დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო, ევროპა პირველ რიგში, ევროკავშირი და ევროპული ღირებულები, ეს არის ადამიანის ღირსეული შრომის უფლებაზე უდიდესი, ასე ვთქვათ, ყურადღების გამახვილება. თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა ავაშენოთ და ვიყოთ თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრები, ჩვენ უნდა, ასე ვთქვათ, გავიზიაროთ ის პრინციპში კონსენსუსი უნივერსალურ ღირებულებებზე, რომელიც დასავლეთმა ქვეყნებმა მიაღწიეს. ეს არის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ღირსეულად დასაქმებული. ღირსეულად დასაქმებულებაში გულისხმობა რა, რომ ის რომ მე ოღონდ შიმშილით არ მოვკვდე და ნებისმიერ პირობებში ზადვარ ყველანაირ ჩემ დამამცირებელი თუ ჯანმრთელობისთვის საზიანო პირობებში მინიმალურ ანაზღაურებაზე ვიმუშაო, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დასაქმებაა რა. აი არგუმენტი ერთ-ერთი არის, რომ შრომის კოდექსი და ამ შემთხვევაში დამატებითი რეგულაციები შეამცირებს სამუშაო ადგილებს. არ შეიძლება სახელმწიფოს სამუშაო ადგილებს და გადაინაცვლებს ჩრდილში. ეს ამას სხვანაირი რეგულაციებით უნდა ამას, ასე ვთქვათ, რაც შეეხება ჩრდილოვან სექტორს, მაგრამ მეორე, ერთი მარტივია, რომ აგერ 9 წელი გქონდა ეგეთი, ასე ვთქვათ, ულტრალიბერალური პოლიტიკა სახელმწიფო რა, არა მარტო კოდექსი. რა დასაქმების რა კუთხით გაუმჯობესდა ქვეყანაში ვითარება, ყველასთვის ნათელია და
და მეორე ის კიდევ ერთხელ ევროპული ღირებულებების არის აბსოლუტურად მიუღებელი ადამიანი ასე ვთქვათ სახელმწიფოს პოლიტიკა მოიწონო თუ კი ადამიანების დასაქმებულობა შეცვლება მათი კაბალურ მდგომარეობაში ყოფნა და ის იზოლებულია უარი არ თქვას სამსახურზე იმიტომ რომ შიმშილით მოკვდება შვილი მოკვდება შეიძლება ფარული გარიგებების ალბათობა წამოვიდეს აი მაგალითად დასაქმების დამსაქმე შენ დაგასაქმებ მოღონდ დაგიწერ რაღაცა ხელშეკრულებაში ამას და გავაკეთებთ ანუ ამა ეს ალბათობა არის ალბათობა ბევრი რამის არის ბუნებრივია კანონის შეცვლა არნიშნავს იმას რომ ქვეყანაში ეკონომიკა აყვავდება მაგრამ ჯერ ერთი სხვა რეგულაციებით უნდა ვებრძოლოთ ამას ყველაფერს და არა რაღაცა მონობის დაკანონებით და მეორე ის არის რომ ესე იგი ბუნებრივია შრომის კოდექსის გამოსწორება და გახუმანურება და თქვათ ევროპული სტანდარტებისთვის მიახლოება ამ შემთხვევაში არნიშნავს იმას რომ მართლა საქართველოს ცხოვრება გაუმჯობესდება რა თქმა უნდა ბევრი რამე შეიცვლება იმ ადამიანების პირობები გაუმჯობესდება რომლებიც აქამდე მართლაც ასე ვთქვათ იტანჯებოდნენ ამ მონათმფლობელურ სისტემაში მაგრამ მეორეა რა მას ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას და მასიურ დასაქმებას ამ შემთხვევაში ჭირდება გარდა შრომის კოდექსის ნორმალიზებისა და ევროსტანდარტებთან მოყვანისა ამას გარდა ამისა ჭირდება ფართომასშტაბიანი სახელმწიფო პოლიტიკა რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას ეს არის თუ მაკროეკონომიკური პოლიტიკა განათლების პოლიტიკა თუ ასე შემდეგ სოფლის მეურნეობის ხარდაჭერა და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა ცალკე ამოგლეჯილეთ შრომის კოდექსი ამ ვითარებას ვერ გამოსწორებს თუმცა ის არგუმენტი რომ აი ხა ჩვენ ამ კოდექსის გამო დავკარგავთ აწყობილ რაღაც ეკონომიკას დავანგრევთ და თითქოს ხალხი მუშაობს კარგად არის მაგრამ ეხა დაკარგავენ სამსახურებს უბრალოდ ტყუილია რა საქართველოში არაფერი დასაქმების გაზრდა არ გამოუწვევია აი ამ ასე ვთქვათ ველური კაპიტალიზმის პრინციპებს ამ სოციალურ დარვინიზმს რომ თუ ძლიერი ხარ გადარჩევ თუ სუსტი ხარ მოგკვდები და შენ თავს დააბრალი დავარქვათ მაგას რა ვიცი ნეოლიბერალიზმი თუ ლიბერტატი თუ ბენდუკიზმი რა თქმა უნდა ბიზნესმენებს დღესდღეობით არ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გათვალისწინება იგივე მე ვთვლი რომ ხარ რატო არ უნდა კონდეს მაგალითად აიყვანოს თუნდაც სეზონურად რამდენიმე ესე იგი ერთწლიანი კონტრაქტების თავარი უბედურება რაც იყო ეს იყო გამოჩნდა ბაზარზე ახალი უფრო პროფესიონალი კადრი მე რატო არ უნდა შემეძოს ის გაუშვა ვინც არის ჩემთან ვთვლი რომ არ მუშაობს შესაბამისად და მიიღო სრულიად ახალი ამის რეგულაციაც ხდება ევროპულ ქვეყნებში სხვანაირად რა პროფესიონალიზმის ხარისხის შემოწმება და ასე შემდეგ თუმცა ერთი ფაქტორია რა ფაქტია რომ ჩვენთან ამ ერთწლიან კონტრაქტებს იყენებდნენ ხშირად იყენებდნენ პოლიტიკური ზეწოლისთვისაც კი პოლიტიკურ თანამშრომლებზე პოლიტიკურ მაგალითად სკოლებში მაგრამ ეს ხო არ ეხება საჯარო საჯაროსაც ეხება სხვა კანონმდებლობა არეგულირებს ეს კოდექსი უფრო სექტორში ეხება ბატონო ესმის ანუ როგორი ფაქტორია რა ესე იგი ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული დასაქმებულის უფლებები უნდა იყოს დაცული მათ შორის ღირსეული სამუშაოს უფლებაც ამ შემთხვევაში თუ კი ის არ შეესაბამება ნაკის ასე ვთქვათ ფუნქციებს და ვერ ასრულებს ამ მის მოვალეობებს აქ პროფესიონალიზმის ასე ვთქვათ პროფესიონალიზმის ნიშნით შეიძლება მოხდეს ასე ვთქვათ მისი შეფასება ან ხელახლა კონკურსში გავლა მაგრამ ეს ყველაფერი კონტრაქტი უნდა იყოს გათვალისწინებული და არ შეიძლება ასე ვთქვათ ადამიანები იყონ მუდამ იმის შიშის ქვეშ რომ აი ასე ვთქვათ ხვალ თუ არ ვიცი გაიფიცება მაგალითად პროფკავშირთან ერთად და მოითხოვს პირობების გაუმჯობესებას ამის გამო კონტრაქტს აღარ გაუფორმებენ ხელახლა ეს ერთწლიანი კონტრაქტები ამ შემთხვევაში ძალიან აფერხებს პროფესიული კავშირების მუშაობას პროფკავშირების მუშაობას ანუ ადამიანების ასე ვთქვათ კოლექტიურ მოქმედებას გარკვეული ეს არის ჩვეულებრივი ევროპული პრაქტიკა რა ადამიანი ევროპაში პროფკავშირები ძალიან ძლიერია ადამიანები იბრძვიან თავისი პირობების გაუმჯობესებისთვის ამას არეგულირებს ხან სასამართლო ხან შრომითი ურთიერთობების სპეციალური კომისიები სამხრევი კომისიები ასე შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში ვადიან ასე ვთქვათ ერთწლიანი კონტრაქტები ეს არის დამატებითი ბერკეტი დამსაქმებლის ხელში ზეწოლა მოახდინოს სასაქმებელზე რომ თუ არ შეეგუება შრომის პირობებს ელემენტარულად აღარ გავაგზავნებ კონტრაქტს ჩემი ნება ამაშია საქმე კარგით ეს თქვენი მოსაზრება იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მდივანი გელა ბანძელაძე ჩვენ საუბრობდით შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოვისმინეთ იმ ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც რომ ბატონი გელა და სოციალ-დემოკრატიული პარტია საკმაოდ აქტიურად არის ჩართული შრომის კანონმდებლობის საკითხებთან მიმართებაში ბატონო გელა დიდი მადლობა რომ გამონახეთ რომ დაიყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი გისურვებთ წარმატებებს ჩვენ ამ თემას კიდევ დაუბრუნდებით კვირის განმავლობაში ალბათ საკმაოდ აქტუალური იქნება მესამე მოსმენამდე კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს დღეს კი გადაცემა ბიზნესის დრო დასრულებულია მოხვალამდე გემშვიდობებით